გამარჯობა, აბა როგორ ხარ? მე ძალიან მაგრა ისე დამთავრდა როგორც როდი ნოკაუტით. და შენს მეტოქეს რას ეტყოდი? გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი მოხდა ჩემი აზრით. შემეტოქეს ხოდ პატივიცემა ჩემგან ძალიან მაგარი და საძმაკაცო ბიჭია. რიგის გარეთაც კარგად ვიცნობ. და ძალიან ვაშკაცი ბიჭია და ვინაც საძმაკაცო და ძალიან კაი ჩხუბი ჩავატარა. ძალიან კარგი, შენს თავს 10-დან რამდენ ქულას დაუწერდი? 800. კაი, მე დავუწერდი 800. იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან მაგარი ჩხუბი იყო. შენი მეტოქე ძალიან მაგრად იდგა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ წამოდგა და გააგრძელა ჩხუბი და ეს ძალიან დასაფასებელია. კი. აპლოდისმენტები. მე იცი რა მაინტერესებს? შენი ჩხუბის ქორეოგრაფია წინასწარ იყო დაგეგმილი თუ სპონტანურად იმპროვიზირებდი? ჩხუბის ეს რაღაცა გეგმას წინასწარ ვერ დასახავ ამაში. შენ მხოლოდ ჩხუბის დაწყების გეგმა შეგირია შემუშაო თუ როგორ დაიწყებ რომ მე დარტყმით შეხვარ თორე იქ რა მოხდება ვერ გაიგებ იმიტომ რომ შენ არის მოწინამდე როგორ ჩხუბს შემოგთავაზებს იმის მიხედვით აწყობ უკვე შეგეთ ამიტომაც მზადების დროს შეყვარებებს განიხრებ და ყველაფერს სატყოფნას შეხარ მოდი ისე გაგიჭირდა? კი დიხანის გამო უბრალოდ რა თორე ისე არა ვერ გძნობდი თავის დარტყმებს მეგონა პროსტა მეხებოდა რა просто ჩემი ძალიან მალე ვიღრები. თითქოს რა ეხუტებოდით ერთმანეთს ისე რომ გურაობდით იმებზე, საბურავებზე, რა საყვარლები იყვნენ. ძალიან. კაი, კიდე რა მოინტერესებს, იცი, შენი აზრით, ეს დარტყმები უფრო მტკინეულია თუ გადასახადები? ის გადასახადები. გადასახადები ზოგადად. შენ გადასახადებს საქმიანი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რაც არ მეჭის ფულია. აი, მადლობა.